განათლების სამინისტროს პროექტში სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე ბიზნეს ორგანიზაციები და ბიზნესმენები ჩაერთვნენ. დღეს 150-მდე ბიზნესის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მათ განათლების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე შეხვდა. კერძო კომპანიებმა და მეწარმე ფიზიკურმა პირებმა პროექტში ჩართვაში მზადყოფნაზე ისაუბრეს, გადაწყდა, რომ ბიზნესმენები ყველა ვაკანტურ ადგილზე ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიაწვდიან. ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ აი ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა იმდენად რამდენადაც არეალი თავისთავად გაფართოვდება და თვითონ თავად კერძო სექტორი მომავალში შეიძლება მისივე წიაღში აღმოცენებული კვალიფიცირებული კადრით გამდიდრდეს. პროგრამის ფარგლებში დასაქმდება 25,000 სტუდენტი. თითოეულ მათგანს ანაზღაურების სახით მიეცემა 500 ლარი. დასაქმების პერიოდი არის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე. რეგისტრაცია იწერმოებს ელექტრონულად ვებგვერდზე www.summerjob.gr. რეგისტრაცია 20 მარტს დაიწყება და 20 აპრილამდე გაგრძელდება. სახელმწიფო გადაუხდით მათ ანაზღაურებას თითოეულ სტუდენტს 500 ლარის ფარგლებში. ზაფხულის განმავლობაში დასაქმდებიან ერთ თვის განმავლობაში სტუდენტები, ცალსახად ბუნებრივი ახალგაზრდების დასაქმებას და მათ შემდგომ უკვე მუდმივ დასაქმებასაც ეს პროგრამა საგრძნობლად შეუწყობს ხელს.